მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკო კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპს ლომებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. მონეტების 4-იანი, აგვისტოს განმავლობაში იქნებით მეტად თავშეკავებულები და განსაკუთრებულად ფრთხილები. გექნებათ გამძაფრებული სურვილი დაიცვათ ის, რაც უკვე მოპოვებული გაქვთ, იქნება ეს მატერიალური სტაბილურობა, სოციალური სტატუსი, ურთიერთობები თუ პირადი საზღვრები. ამ პერიოდში განწყობილები იქნებით, რომ ჯერ შეინარჩუნოთ და გაამყაროთ ცხოვრების ის ფუნდამენტი, რომელზეც დგახართ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროთ სიახლეებზე, წინსვლაზე და გაფართოვებაზე. აგვისტო თქვენთვის არ იქნება სწრაფი და სარისკო მოქმედებების დრო, პირიქით მეტყურადღებას დაუთმობთ უსაფრთხოების საკითხებს, საკუთარი საზღვრების დაცვას, მოგინდებათ გაიაზროთ თქვენი უკვე არსებული რესურსი და ის პასუხისმგებლობები, რომლებიც საკუთარ თავზე გაქვთ აღებული. ამ პერიოდში შესაძლებელია იგრძნოთ, რომ წინსვლისთვის და განვითარებისთვის საჭიროა რაღაცის გაშვება, რაღაცაზე უარის თქმა, მაგრამ ეს ბარათი მიუთითებს, რომ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება. არა უბრალოდ სიჯიუტის გამო, არამედ იმის გამო, რომ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ხედავთ საკუთარ მომავალს. არ გაქვთ გამოკვეთილი აღქმა, საით მიდიხართ და არ გაქვთ ნდობა ბუნდოვანი ხვალინდელი დღის მიმართ. გირჩევთ მეტად კონცენტრირდეთ ბალანსზე, გარკვეულ ზომიერებაზე და მეტი დრო დაუთმოთ იმის გააზრებას, რისი შენარჩუნება ღირს და სად სჯობს მიუშვათ პროცესები თვითდინებით. და რაც მთავარია, გამოიჩინეთ გონიერება, პრაგმატულობა და შეეცადეთ, რომ ზედმეტმა სიფრთხილემ და ჩაკეტილობამ ან ცვლილებებისადმი შიშმა არ შეგიშალოთ ხელი ახალი შესაძლებლობების დანახვაში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების 10-იანი, კეთილდღეობის ენერგია, მიუთითებს ამ პერიოდში ოჯახის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და როლზე თქვენთვის, მათ შორის სხვადასხვა თაობების პოზიტიურ ურთიერთობაზე, მყარ მატერიალურ რესურსზე. შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენთვის აქტუალური გახდეს მემკვიდრეობის ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხები, შესაძლებელია გადაწყვიტოთ ბინის შეცვლა, გარემონტება ან ცვლილებების შეტანა თქვენს ინტერიერში. ასევე ვისთვისაც ეს აქტუალურია, შესაძლებელია მიიღოთ ნიშნობის ან დაქორწინების გადაწყვეტილება, ასევე შესაძლებელია მოგინდეთ რომელიმე თქვენი საოჯახო ტრადიციის აღდგენა და გადაწყვიტოთ წვეულების მოწყობა ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში. ან შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრების გააზრება მოგინდეთ გარკვეული ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების ჭრილში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების 7-იანი, კიდევ ერთი ბარათი თქვენს პროგნოზში, რომელიც მიუთითებს საკუთარი ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების სურვილზე. ფიქრობ, აგვისტოს განმავლობაში მოგიწევთ თქვენი კავშირის, ოჯახური ინტერესების და პირადი სივრცის აქტიურად დაცვა. შესაძლებელია გარეშე პირებისგან გქონდეს ადგილი გარკვეული ჩარევის მცდელობას, ან სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე მოგიწიოთ სტაბილურობის შენარჩუნებაზე, გარკვეულ უსაფრთხოებაზე
საკუთარი საზღვრების და ინტერესების დაცვაზე ზრუნვა. თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია ნათლად მიუთითებს, რომ თქვენი წყვილი მტკიცედ დაუდგება ნებისმიერ გამოწვევას და წარმატებით შეძლებთ დაიცვათ თქვენი ბედნიერება, პოზიციები და ზოგადად საერთო სიმშვიდე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი, ამ პერიოდში არ იქნებით განწყობილი ურთიერთობის წამოსაწყებად, არ გექნებათ სურვილი ზედაპირული ფლირტის და ნაჩქარევი ნაცნობობის და შეგნებულად გააკეთებთ არჩევანს განმარტოვებაზე, მოგინდებათ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, წარსული გამოცდილების გაანალიზებას, თქვენი ამჟამინდელი სურვილების გააზრებას და განსაზღვრას, როგორი ურთიერთობა იქნებოდა მისაღები სამომავლოდ თქვენთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ აგვისტოში საქმიანი სფერო. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ეს სიახლეების ენერგიაა. ამ პერიოდში შესაძლებელია ბევრმა თქვენგანმა სამსახური შეიცვალოთ ან მინიმუმ ახალ პროექტს მოკიდოთ ხელი, მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები ან წინადადებები ახალ სამუშაო პოზიციაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ბარათი ასევე შესაძლებელია გარკვეულ ცვლილებებზეც მიუთითებდეს თქვენს უკვე არსებულ სამსახურში და ასეთ შემთხვევაში აგვისტოს განმავლობაში ჯერ კიდევ არ იქნება მკაფიოდ გამოკვეთილი, რას მოგიტანთ ეს სიახლეები სამომავლოდ. ეს ბარათი შეიძლება ასევე მიუთითებდეს თქვენს მსუბუქ და არასერიოზულ დამოკიდებულებაზე საქმის მიმართ, ან ისეთ გამოწვევებზე და ისეთ რისკებზე, რომლის შედეგების გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. გირჩევთ ერთი მხრივ მიენდოთ სამყაროსგან შემოთავაზებულ ამ გამოწვევებს და ამ სიახლეებში შეეცადეთ დაინახოთ ახალი შესაძლებლობები, მეორე მხრივ კი გამოიჩინეთ მეტი წინდახედულება და შეეცადეთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეცამეტე მაღალი არკანის სიკვდილი, როგორც ხედავ საკმაოდ სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდი გელით წინ, ეს ბარათი ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია სამუშაო პროცესის შეწყვეტას ან დასრულებასაც გულისხმობდეს, მაგალითად ამ პერიოდში მოყვეთ რეორგანიზაციის პროცესში და დაკარგოთ სამსახური, ან დროებით მოხდეს თქვენი სამუშაო პროცესის შეჩერება სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე და მოგიწიოთ ჩვეული სამუშაო რითმი და ამოვარდნა. თუმცა უმრავლესობისთვის მიუთითებს ღრმა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპზე, რომელიც დიდი ალბათობით არ იქნება თქვენთვის მოულოდნელი, სავარაუდოდ ასეთი განახლების აუცილებლობა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა თქვენში. ამ პერიოდში შესაძლებელია ახლებურად გაიაზროთ საკუთარი თვითრეალიზების შესაძლებლობები, გამორიცხული არ არის მოგინდეთ შეიცვალოთ სამუშაო პოზიცია ან საქმიანობის სფეროც კი. მოგინდეთ რომ დაკავდეთ სხვა საქმით, რომელიც მეტად გაინტერესებთ და რომლის კეთებაც მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ პროცესში გირჩევთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კარგად მოიფიქრეთ თქვენი სამოქმედო გეგმა და გადადგით მხოლოდ კარგად გააზრებული და პრაგმატული ნაბიჯები. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების 6-იანი, ამ პერიოდში მაღალი იქნება თქვენი დასაქმების შანსი, ეს ბარათი მიუთითებს გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაზე და მნიშვნელოვან გაცნობიერებაზე. შეიძლება ამ პერიოდში შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენს დასაქმებასთან დაკავშირებით და ამ შეცვლილმა მიდგომამ განაპირობოს სამსახურის მოპოვება. ან შეიძლება კონკრეტული ადამიანის დახმარებით შეძლოთ სასურველი მიზნის მიღწევა. ასევე ეს ბარათი შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ სამსახურს სხვა ქალაქში ან სხვა სფეროში იპოვით,
ან ისეთ სამუშაო პოზიციას მიიღებთ, რომელიც თქვენგან მოითხოვს ძველ მიდგომებზე და ძველ მეთოდებზე უარის თქმას და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მშვიდი და პოზიტიური წინსვლის და განვითარების ენერგია. ასე რომ, ნუ დავფრთხებით, პირიქით, მაქსიმალურად მიმართეთ თქვენი ძალისხმევა დასახული მიზნების მიღწევისკენ და წარმატებებსაც მოიპოვებთ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების მეფე, ამ პერიოდში მოგიწევთ სიღრმისეულად გაიაზროთ სამომავლო მოქმედების გეგმა, შეიმუშაოთ თქვენი საქმიანობის განვითარების გარკვეული სტრატეგია, ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, სხვადასხვა საბუთების მოწესრიგება, არ არის გამორიცხული მოგიწიოთ კონსულტაციის გავლა პროფესიონალთან, ან დაგჭირდეთ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებისთვის კონკრეტული სპეციალისტის მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ დაალაგოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ან იურიდიული მხარე, ან სამომავლო განვითარების სტრატეგია. ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენი საქმიანობის შემოწმება მოხდეს, ამიტომ იყავით ფრთხილად და თუ გაქვთ რაიმე პრობლემები სტანდარტის და ხარისხის კუთხით, ან თუნდაც ფინანსური ან იურიდიული მიმართულებით, ეცადეთ დროზე გამოასწოროთ ისინი და აღმოფხრათ არსებული ხარვეზები. ზოგადად თვე საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება თქვენთვის, თავარია არაჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას, იმოქმედეთ წინდახედულად და მაქსიმალურად კეთილგონივრულად. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აგვისტოში, თასების პაჟი ეს ბარათი მიუთითებს ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე, მცირე, მაგრამ სასიხარულო შემოსავლებზე, საჩუქრებზე და პერსპექტიულ შემოთავაზებებზე. ამ პერიოდში გამორიცხული არ არის მიიღოთ ინფორმაცია, რომელსაც სამომავლოდ მატერიალური სარგებლის მისაღებად გამოიყენებთ. ან თქვენ თვითონ გაგიჩნდეთ რაიმე ისეთი შემოქმედებითი იდეა, რომლის მონეტიზაციასაც მოახდენთ და ამ გზით გაზრდით თქვენ შემოსავლებს. ზოგადად ეს პერიოდი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და მატერიალური კუთხით ოპტიმისტურ და პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების რვიანი, იშრომეთ, მიუხედავად იმისა, რა გარიან შიდა ფაქტორებიც არ უნდა გაფერხებდეთ ამ პერიოდში, ეცადეთ მოიკრიბოთ ძალები, მობილიზდეთ და ყოველდღიურად თითო აგური მაინც დადეთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპი ლომებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიდოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.